ირანში მასობრივად დააკავეს რადიკალები მას შემდეგ, რაც მათ დონალდ ტრამპის მოკლა მოითხოვეს ალი ხამენეის დაკრძალვაზე თეირანში. მადლობა. რა არის ეს? უბრალოდ ჯოსთან ერთად წადი. ნახ. ჯობიცის ეს რა არის? ცერემონია, რომელსაც რეჟიმი ცდილობდა ძალის დემონსტრაციად გაეყიდა. საბოლოოდ მძიმე შიდა დაპირისპირება გამოაჩინა იმ ფრთას შორის, რომელიც შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებას ცდილობს და რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებულ მკაცრი ხაზის ჯგუფებს შორის. ბრბოს შუაგულში რეჟიმის მხარდამჭერებმა სამგლოვიარო მსვლელობა პოლიტიკურ აქციად აქციეს. აწიეს პლაკატები დონალდ ტრამპის წინააღმდეგ, გააკრიტიკეს ნებისმიერი შეთანხმების შესაძლებლობა და ირანის დედაქალაქში მუქარები დაიყვირეს. პოლიცია ჩაერია, რადგან პროტესტი უკვე აღარ იყო მხოლოდ ვაშინგტონის ან ისრაელის წინააღმდეგ, არამედ ირანის მთავრობის წინააღმდეგაც, რომელსაც რადიკალები სუსტობაში ადანაშაულებდნენ ამერიკელებთან მოლაპარაკების მიღების გამო. რეჟიმმა თავისი ლიდერი დაკარგა, ცდილობს ერთიანობის ჩვენებას, მაგრამ ხედავს, რომ მისი საკუთარი აქტივისტები საჯაროდ საერთაშორისო კამერების წინაშე ძალაუფლების მიმართულებაზე იბრძვიან. მაშინ როცა დონალდ ტრამპი ზეწოლას ახდენს შეთანხმებაზე, ან პირდება რომ საქმეს ბოლომდე მიიყვანს, თეირანი ცდილობს ქუჩის კონტროლს, რევოლუციური გვარდიის შეკავებას და იმის აღკვეთას, რომ დაკრძალვა მიტინგად არ გადაიქცეს ნებისმიერი მოლაპარაკების წინააღმდეგ. რა შეაშინა რეჟიმი? რატომ გახდა თავად რადიკალური ბირთვი პრობლემად? ამასაც მალე გეტყვი. თუ მოგწონს ასეთი პირდაპირი და გულწრფელი კონტენტი, გამოიწერე არხი, რადგან აქ ყოველდღე ასეთ ვიდეოებს ვაქვეყნებთ. არეულობა მოხდა ამ ორშაბათს, 6 იულის 2026 წლის ივლისში, ალი ხამენეის სამგლოვიარო პროცესიის დროს თეირანში. ყოფილი უმაღლესი ლიდერის ცხედარი ირანის დედაქალაქში გაატარეს სპეციალურად ორგანიზებულ ცერემონიაზე, რომელიც ხალხის ხელისუფლებისა და უცხოელი წარმომადგენლების შეკრებას ისახავდა მიზნად. მთავრობას სურდა ეროვნული ძალის დემონსტრირება ხამენეის გარდაცვალების შემდეგ, რომელიც ამერიკის შეერთებული შტატებისა და ისრაელის ერთობლივი თავდასხმების შედეგად მოხდა ომის დასაწყისში. თუმცა ქუჩამ სხვა რამ აჩვენა, გაბრაზება, შიდა დაპირისპირება და შიში, რომ ნებისმიერი შეთანხმება ტრამპთან დანებებად აღიქმება. რადიკალები, რომლებიც შეჩერებულნი და დაპატიმრებულნი იყვნენ, გავრცელებულნი ცნობების მიხედვით ცდილობდნენ დაკრძალვა აქციად ექციათ თეირანსა და ვაშინგტონს შორის მოლაპარაკებების წინააღმდეგ. შეჩერებული და დაპატიმრებული რადიკალები, ახალი ამბები. შეჩერებული და დაპატიმრებული რადიკალები. მოლაპარაკებების გარდაქმნა თეირანში. ისინი უარყოფდნენ ნებისმიერ საუბარს შეერთებულ შტატებთან, ხვიროდნენ შეთანხმების წინააღმდეგ და პირდაპირ დონალდ ტრამპს უმიზნებდნენ. ირანის მთავრობის სტრუქტურასთან დაკავშირებულმა პოლიციამ იმოქმედა, რათა ყველაზე აგრესიულ ფრთას ცერემონიის სრული კონტროლი არ მიეღო. პრობლემა ისაა, რომ ეს ჯგუფები რეჟიმის ოპოზიცია არ არიან. ისინი თავად იმ რევოლუციური გარემოს ნაწილია, რომელმაც აიათოლების ძალაუფლება 10 წლეულების განმავლობაში შეინარჩუნა. ამიტომ ეს სცენა ასე მძიმედ აღიქმება. რეჟიმს საკუთარი რადიკალების შეკავება მოუწია. მთავარი დაპირისპირება ირანის ხელისუფლების შიგნით ორ ბლოკს შორის მიმდინარეობს. ერთ მხარეს დგას მასუდ პესეშკიას მთავრობა და დიპლომატია, რომელსაც აბას არაქში ხელმძღვანელობს, რომლებიც ცდილობენ შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებები ღია დატოვონ, რათა ომისა და ეკონომიკური ზეწოლისგან გამოსავალი იპოვონ. მეორე მხარეს დგას რევოლუციურ გვარდიასთან დაკავშირებული მკაცრი ფრთა, რომელიც უარყოფს დათმობებს და ამჯობინებს დაძაბულობის შენარჩუნებას, როგორც პოლიტიკური იარაღს. ამ ჯგუფებისთვის ტრამპთან მოლაპარაკება ხამენეის სიკვდილის შემდეგ სისუსტის აღიარებას ნიშნავს. მთავრობისთვის ვაშინგტონის იგნორირება შეიძლება გამოიწვიოს მეტი თავდასხმა, მეტი სანქცია და მეტი იზოლაცია. ცერემონიის დროს გამოფენილმა პლაკატებმა კიდევ უფრო გაზარდა დაძაბულობა. კადრებში ჩანდა დონალდ ტრამპი, ბენ შაპირო, ლაურა ლუმერი, ლინდსი გრემი, მირიამ ადელსონი, მარკ დუბოვიცი, პიტერ ტილი და სხვა ამერიკელი ან პრო-ისრაელი ფიგურები, რომლებიც სამიზნედ იყვნენ მონიშნული. სხვა მომენტში გამოჩნდა ბანერი ინგლისურად, რომელიც დონალდ ტრამპს პირდაპირ ემუქრებოდა. ასევე იყვნენ დემონსტრანტები, რომლებიც ამერიკის პრეზიდენტის გამოსახულებებს ესხოდნენ თავს. გარდა ამისა, მსვლელობის დროს გამოიტანეს მისი ფიტული. ეს იყო აშკარა მცდელობა, რომ დაკრძალვა შურისძიების პროპაგანდად ექციათ, მაგრამ პოლიტიკური ეფექტი უფრო ძლიერი აღმოჩნდა. სოფლიომ რეჟიმი დაინახა, რომელიც მოლაპარაკებას ცდილობდა, მაშინ როცა მისივე რადიკალური ბანაკი დაპირისპირებას ითხოვდა. ტრამპმა პასუხად ზეწოლა გააგრძელა.
ვაშინგტონში მან განაცხადა, რომ შეერთებულ შტატებს შეუძლია ირანთან შეთანხმებას მიაღწიოს, ან საქმე ბოლომდე მიიყვანოს. ეს განცხადება გაკეთდა მაშინ, როცა მოლაპარაკებები დაკრძალვის ცერემონიების გამო შეჩერებული იყო. ამერიკის პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ მას ურჩევნია შეთანხმება, რათა მილიონობით ირანელს ზიანი არ მიადგეს. მაგრამ მან კაფიოდ აღნიშნა, რომ სამხედრო ვარიანტი კვლავ განიხილება. ეს ზეწოლა ხსნის, თუ რატომ ცდილობს ირანის მთავრობის ნაწილი რადიკალების შეკავებას. თეირანი იცის, რომ ბრბო, რომელიც ტრამპის წინააღმდეგ მუქარებს ხვირის, შეიძლება გამოყენებული იქნას როგორც მტკიცებულება იმისა, რომ რეჟიმს არც კონტროლი აქვს და არც სერიოზული მოლაპარაკების სურვილი. საუბრის შეჩერებამ ასევე მისცა შესაძლებლობა მკაცრ ფრთას, რომ ქუჩა დაეკავებინა. დიპლომატიურმა წყაროებმა აღნიშნეს, რომ ყატარი და პაკისტანი კვლავ აგრძელებდნენ შუამავლობას შეწყვეტის პერიოდში. მიმდინარეობდა განხილვები ჰორმუზის სრუტეში ნავიგაციაზე და 60 დღიანი ცეცხლის შეწყვეტის შენარჩუნებაზე. პრობლემა ისაა, რომ ყოველი დაკრძალვის დღე ასევე შიდა პოლიტიკური დაპირისპირების დღედ იქცა. მთავრობა ცდილობს დრო მოიგოს. რევოლუციური გვარდია ცდილობს ნარატივის დამკვიდრებას, ხოლო რადიკალები ცდილობენ აჩვენონ, რომ ხამენეის სიკვდილს პასუხი შურისძიებით უნდა გაეცეს და არა შეთანხმებით. მოსტაბა ხამენეის არ ყოფნამ კიდევ უფრო გაზარდა არასტაბილურობის განცდა. ის მამამისის მემკვიდრედ მიიჩნევა, მაგრამ ცერემონიის მნიშვნელოვან მომენტებში საჯაროდ არ გამოჩენილა. ამ თვალსაჩინო დუმიუმა ეჭვების გაჩენის შესაძლებლობა შექმნა, თუ ვინ მართავს რეალურად. დახურულ რეჟიმებში არ ყოფნაც კომუნიკაცია. როდესაც ახალი ლიდერი არ ჩნდება, სხვა ჯგუფები იკავებენ სცენას. სწორედ ეს მოხდა თეირანში. რევოლუციური გვარდია, მკაცრი ხაზის რადიკალები, დაკრძალვის ორგანიზატორები და პოლიცია იბრძოდნენ საზოგადოებრივი იმიჯის კონტროლისთვის. ასეთი პირების, როგორიცაა პრეზიდენტი მასუდ პესაჩკინი და სხვა რეჟიმის წარმომადგენლები, ყოფნამაც კი ვერ დამალა დაძაბულობის ატმოსფერო. ცერემონიაზე იყო ტირილი, დროშები, რელიგიური სიმბოლოები და შურისძიების სიტყვები, მაგრამ ასევე ჰაერში ტრიალებდა პოლიტიკური კითხვა. ახლა ვინ მართავს? ხამენეის სიკვდილმა მხოლოდ პირადი ეპოქა არ დაასრულა. მან გახსნა შიდა ბრძოლა მათ შორის, ვინც სურს გადარჩენა დიპლომატიის გზით და მათ შორის ვინც უნდა რომ რეჟიმი დაპირისპირებაშად ბაში ჩაკეტილი დარჩეს. რადიკალების დაპატიმრება თავად დაკრძალვის დროს აჩვენებს, რომ ეს ბრძოლა უკვე კულისებიდან გამოვიდა. ისრაელის რეაქციის ცენტრში შევიდა. ისრაელის თავდაცვის მინისტრმა ისრაელ კაცმა განაცხადა, რომ ნებისმიერი მომავალი ირანელი ლიდერი, რომელიც ისრაელის განადგურებას შეეცდება, ხამენეის მსგავს ბედს გაიზიარებს. კაცმა ასევე შერცხვენა და აიათოლების რეჟიმის ნამდვილი ბუნების გამოვლინებად შეაფასა შურისძიების მოწოდებები ტრამპის წინააღმდეგ. განცხადება გაკეთდა იმავე დროს, როდესაც თეირანში გადაღებული კადრები ტრამპის მიმართ მუქარებსა და ამერიკელი პირების წინააღმდეგ მიმართულ პლაკატებს აჩვენებდა. ისრაელისთვის ცერემონიამ დაადასტურა, რომ რეჟიმის იდეოლოგიური სტრუქტურა კვლავაც აქტიურია, მიუხედავად სამხედრო დარტყმებისა, რომლებიც მან მიიღო. ბრბო ზომაც ნარატივის ბრძოლის საგნად იქცა. რეჟიმმა სცადა სავსე ქუჩები ხალხის მხარდაჭერის მტკიცებულებად ეჩვენებინა. თუმცა დახურულ რეჟიმში ბრბოს არსებობა პოლიტიკური თავისუფლების ნიშანი არ არის. სახელმწიფო ცერემონიალებზე შეიძლება შეიკრიბონ საჯარო მოხელეები, სასულიერო პირები, სამხედროები, რეჟიმის წევრების ნათესავები, ორგანიზებული აქტივისტები და ადამიანები, რომლებიც იქ მოჰყავთ სოციალური ზეწოლით ან სახელმწიფო ლოგისტიკის მეშვეობით. მასობრივი შეკრების სურათი ხელს უწყობს პროპაგანდას, მაგრამ ვერ ფარავს იმ ბზარს, რომელსაც თავად ცერემონია აჩვენებს. როდესაც პოლიციას უწევს თავად სისტემის მხარდამჭერების დაპატიმრება, იმისთვის რომ მათ არ ჩაშალონ მთავრობის დიპლომატიური ხაზი, მოჩვენებითი ძალა იწყებს სისუსტის გამოვლენას. სამგლოვიარო ცერემონია გაგრძელდა სხვა ქალაქებში, მათ შორის ქომშიც, სანამ დაგეგმილი დაკრძალვა მოხდებოდა მაშადში. თეირანმა სცადა მსვლელობა ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ისრაელთან წინააღმდეგობის დემონსტრაციად ექცია, მაგრამ ცერემონიამ საბოლოოდ უფრო ნერვიული ვიდრე ერთიანი რეჟიმი გამოავლინა. რადიკალებს შურისძიება სურდათ, ხოლო რევოლუციურ გვარდიას სურდა ეჩვენებინა, რომ ჯერ კიდევ შეუძლია ირანის პოლიტიკა დაპირისპირებისკენ უბიძგოს, მაშინაც კი როცა დიპლომატია ცდილობს ამოისუნთქოს. დიდი მადლობა, რომ ეს ვიდეო ბოლომდე ნახეთ. მხარი დაუჭირეთ ჩვენს პროექტს და ფინანსურად დაგვეხმარეთ იმ პიქსის გასაღების საშუალებით, რომელიც თქვენს ეკრანზე ჩანს. ჩვენ ვართ დამოუკიდებელი არხი, რომელიც მიზნად ისახავს, რომ სიმართლე მოგაწოდოთ. თქვენი წვლილი გვეხმარება, რომ საქმიანობა გავაგრძელოთ.